საქართველოს ისტორიის შესახებ. შევეცდებით განვიხილოთ მაშინ განვითარებული მოვლენები რეგიონალური პოლიტიკის ჭრილში, მაშინდელი რეგიონალური პოლიტიკის ჭრილში და დღევანდელობასთანაც გავავლოთ პარალელები. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი ვაჟა ოთარაშვილი, საზოგადო მოღვაწე, პოეტი, მწერალი, ჰუმანიტარი. ბატონი ვაჟა დიდი ხანია მუშაობს ვატიკანის საარქივო დოკუმენტებზე და მან არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ისტორიის გაამდიდრა ახალი მონაცემებით. ბატონო ვაჟა, თქვენ მიგიღიათ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი მოცულობითი მასალა გამდიდრებული საარქივო დოკუმენტები ეწოდოთ გამდიდრებული მასალა თქვენ წარგით გენიათ იუნესკოს კონფერენციაზე, საფრანგეთის რენესანსის აკადემიის კონფერენციაზე, ასევე ბრიტანეთის საერთაშორისო კონფერენციაზე, ასევე ირანში შუა საუკუნეებისადმი მიძღვნილი კონფერენცია, ქართველოლოგიურ ჟურნალში იბეჭდება ეს თქვენი მასალა პერიოდულად და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ France TV-ს სამმა აი ესეთი შემეცნებითი გადაცემების სერია მიყავთ, ქრონიკაში სახელმწიფო საიდუმლო ისტორიები, ესე იგი თქვენი კვლევა და თქვენი ნაშრომი გიორგი სააკაძის ფენომენის შესახებ 9 საათი დაუთმო, რამდენადაც ვიცი, ხო? ეკა კვანტალიანთან ერთად. დიახ, ეკა კვანტალიანთან, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობს ამ საარქივო დოკუმენტებზე. ბატონო ვაჟა, დავიწყოთ მაშინ ჩვენ მე-16 საუკუნის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღით, ამასიის ზავით, რადგანაც ეს გახლავთ ეტაპური მნიშვნელობის მოვლენა ზოგადად ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში და ჩვენთვის საბედისწერო, რომლის პირობითაც აღმოსავლეთ საქართველოს ერგო სპარსეთის ირანს, ხოლო დასავლეთის საქართველოს ოსმალეთის იმპერიას. მიუხედავად ამისა, უნდა აღნიშნოთ, რომ მთელი მე-16 საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხი ამოცემლობას არ შეგუებია და დიდი მეფეები, დიდი გმირი მეფეები, ლუარსაბ-პირველი, მისი ძესვი, პირველი ფაქტიურად მთელი ქვეყანა გადაიყვანეს პარტიზანული ომების რეჟიმში და საბოლოოდ როგორც ოსმალეთის სულთანს, ასევე ირანის შაჰსაც მოუწიათ იმის აღიარება და იმის, ასე ვთქვათ, მიღება, რომ გარკვეულწილად ეცნოთ, ესე ვთქვათ, გარკვეული სუვერენიტეტი ამ ქვეყნების, იმიტომ რომ ისინი ცნობდნენ, თქვათ, ქართლის და კახეთის მეფეებს, ასევე მეფს, იმერეთის მეფეს, განსაკუთრებით ბაგრატ მესამე შეუპოვარი ბრძოლით გამოირჩეოდა, თქვათ, და მოახდინა რამდენიმეჯერ კონსოლიდირება ქართველთა მეფეების, განსაკუთრებით საინტერესოა მისი, ასე ვთქვათ, ერთობლივი არაერთი სამხედრო კამპანია ლუარსაბ მეფესთან ერთად, მაგალითად 1535 წელს სამცხის შემოერთება უმნიშვნელოვანესი იყო ამ გზაზე და მოკლედ აი პარტიზანული ომების ბრძოლების გაჩაღებით ქართველთა მეფეებმა ლუარსაბ პირველმა, სვიმონ პირველმა შეძლეს ის, რომ ფაქტიურად ჩვენ სახელმწიფოებრიობის ნიშნები და ძირითადი მახასიათებლები, რაც თავარია ჩვენი წამსი, რელიგია, ენა, კულტურა, მოწყობა, სახელმწიფო მოწყობა, მიწათმფლობელობის, ასე ვთქვათ, სისტემები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში ნაკლებად, მაინც შევინარჩუნეთ და შემდგომში ისინი იძულებული იყვნენ ამ მონაცემებისთვის გაეძიათ ანგარიში. რა თქმა უნდა, რწმენა, რომელიც იყო სახელმწიფო იდეოლოგიის საფუძველი და ეს ყველაზე მძლავრი იარაღად მიიჩნევა დღესაც. ამ ჭრილში ჩვენ შემდგომში შევეხოთ უკვე მარტყოფის და მარაბდის ბრძოლებს და აი გთხოვთ დავიწყოთ ამასიის ზავის დროს რა სიტუაცია არის საქართველოში და რა ასე ვთქვათ საბედისწერო, რამდენად საბედისწერო იყო ეს ზავი ქართული სახელმწიფოსთვის შეიძლება. მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, სოფიკო. მივესალმებით ტელემაყურებელს. ამასის ზავამდე ჩვენ აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1453 წლის 29 მაისს კონსტანტინოპოლის იგივე მეორე რომის დაცემა, რომელსაც შეეწირა კიდეც თვითონ მეფე კონსტანტინე მე-12 ადრიანოპოლიდან ფარული
გვირაბით ასული მტერი ადვილად შეიჭრა ქალაქში და კონსტანტინოპოლი დაეცა. თუმცა ეს კონსტანტინე მე-12 არ იყო მირონცხებული მეფე, მამამისმა იცით რომ ფლორენცია უნიის ზავი დადო, სამარცხვინო და აი ამის მერე ხდება ის რომ 1475 წელს უკვე თურქეთის ოსმალეთის ვასალი ხდება ყირიმის სახანო. ფაქტიურად საქართველოს ჩაეკეტა გასასვლელი მთლიანად ზღვაზეც, ხმელეთზეც, სამხრეთიდან ეს ორი იმპერია არსებობს, უბრალოდ სეფიანთა ირანი იბადება შაჰ-სეფის ხელში 1501 წელს და ეს 1722 წლამდე გრძელდება სეფიანთა ირანის არსებობა და ეს ორი პირდაღებული გველეშაპი მუდმივი მტერი, იმდროინდელი საქართველოსი, ისტორიული მტერი დაქცევას და გადაყლაპას უპირებს საქართველოს. ამ დროს იმის მაგივრად რომ მოხდეს ქართული სახელმწიფოს და ქართული ძალების კონსოლიდაცია, სამწუხაროდ ჩვენდა ქართლის სამეფო კარმა იმ დროს 1490 წელს აღიარა ჩვენი საქართველოს დაშლა სამეფოებად, ქართლის, კახეთის და იმერეთის და სამთავროებად იქ გურიის, ოდიშის სამეგრელო, სამცხეს საათამაგოსი. 1490 წლის ცნობილ კრებას, რომელიც კონსტანტინე მეორე მოიწვია. კონსტანტინე მეორე მოიწვია და აღიარეს ფაქტიურად ქართული სახელმწიფოს დაშლა. მერე ეს ქართული სამეფოები, მე მაგალითად ცოტა მწარე იუმორით უყურებ ერთმანეთში საზავო ხელშეკრულებასაც დებენ რაღაც თავდაუსხმელობის და დახმარების თაობაზე, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს, რომ ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც დატოვა დავით აღმაშენებელმა თამარ მეფემ გიორგი ბრწყინვალემ, უკვე დაშლილია და გაუბედურებულია. აი ამის შემდეგ მთელი ამასის ზავი 1555 წლის ამასის ზავის შედეგი ფაქტიურად გამოხატავს ქართული სახელმწიფოს, იმდროინდელი ქართული სახელმწიფოს სისუსტეს. დასავლეთს ისე რომ არ შეეკითხნენ საქართველოს, დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის სავასალოდ გამოცხადდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო ირანის იმპერიის სავასალოდ გამოცხადდა. თქვენ ახსენეთ, ესე იგი გიორგი სააკაძე წელს სრულდება 400 წელი მარტყოფის ველზე 7 აპრილს 1625 წლის 7 აპრილს ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებისა გიორგი სააკაძის მეთაურობით. რა საქართველო ხდება ამ დროს გიორგი სააკაძეს? ქართულ ისტორიოგრაფიაში სამწუხაროდ ნაკლებად არის ცნობილი ეს ისტორიული დოკუმენტი, როდესაც აი თქვენ ახსენეთ სიმონ პირველი გმირი მეფე, მამაცი მეფე, რომელიც როგორც ლუარსაბპირველი სიმონ ხმალჩაუღებელი ბრძოლობს ხან ოსმალების, ხან ირანელების წინააღმდეგ, მერე ატყუებენ კიდეც 1600 წელს. ჯერ კიდე 1594 წლის 8 აგვისტოს აჯილდოვებს ერთგულთა და თავდადებით ნამსახურებ ყმასა, მისა, სააკაძისა, გიორგის, მის შვილს და მომავალსა თაობას. ანუ მისი შვილი, ვაჟიშვილი ავთანდილი უკვე დაბადებულია და გიორგი სააკაძე უკვე სადღაც არის დაბადებული 1572-73 წლებში, სადღაც 21-22 წლის ვაჟკაცი უკვე ისეთი რაინდია, რომ თვითონ გმირი მეფე სიმონ პირველი აჯილდოვებს მას როგორც ერთგულად და თავდადებით ნამსახურებელ მას. ამის შემდეგ არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც ასევე ქართული ისტორიოგრაფია არ ამახვილებს და უცხოური წყაროები ამას ადასტურებენ. 1600 წელს, როდესაც დაატყვევებენ სიმონ პირველს, გიორგი სააკაძეც მასთან ერთად არის სტამბოლში ამ 9 სართულიან სპეციალური კოშკია, სადაც ამ დიდგვაროვნებს და მეფე-მთავრებს ატყვევებდნენ ოსმალოები. იედიყულეს ციხე როგორც მახსოვს. სადაც გარდაიცვალა კიდევაც. იედიყულეს ციხეში. ახლავს თან ფაქტიურად ჩინაპატიმრობაშია იქ სიმონ პირველი, გიორგი სააკაძე. აი გიორგი სააკაძე სწორედ 3 წლის განმავლობაშია სტამბოლში, სადაც იგი ხდება ევროპელ მისიონერებს, დიპლომატებს, ელჩებს, ვაჭრებს
აი აქ სწავლობს მას აქ დიდი ნიჭი ენების ცოდნისა, ისედაც იცოდა თურქული და სპარსული ენები და სწავლობს იტალიურს და ფრანგულ ენებს, რადგანაც არის აი თქვათ იგივე რუმინეთის არქივებში არის მასალები საფრანგეთის საელჩოს საქმიანობისა იმაში იმ დროინდელ კონსტანტინოპოლში. და იქიდან ჩანს, რომ გიორგი სააკაძე უკვე ამ უცხოენებს ფლობს. ამის შემდგომ იგივე სიმონ პირველის დავალებით და კურთხევით რომ მიტყვიან, იგი ბრუნდება საქართველოში და სიმონ პირველის შვილთან გიორგი მე-11-თან ასევე ერთგულად მსახურობს. მაგრამ გიორგი მე-11-ს მოგეხსენებათ, რომ ერევნის ომის ერევნის ციხის აღების შემდეგ დიახ მაპატიეთ. მე-11 შვილია გიორგი სააკაძე. გიორგი მე-10 წამლავს ნელადმოქმედი შხამით შაჰ-აბასი და ამას სხვა ირანული წყაროებიც ადასტურებენ და აი ამის შემდეგ უკვე ლუარსაბ მეორის ერთგული მსახურია და არასწორი ინტერპრეტაცია ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ თითქოს ეს იყო დამნაშავე ლუარსაბ მეორის დატყვევას. აქ სულ სხვა სიტუაციები ტრიალებს რეალურად. აი ამ დროს რა ხდება ირანის სამეფო კარზე და ოსმალეთის სამეფო კარზე? ეს ორი იმპერია განაგებს ფაქტიურად აი წინა აზიის ამ გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამ დროს რუსეთი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული იმპერიულ სახელმწიფოდ, თუმცა მისი დიპლომატები, უпростоრად ვაჭრები, მაგრამ დიპლომატები ხშირ მიმოსვლაში არიან როგორც ისპაჰანის, ისე სტამბოლის კარზე და მიაქვთ და მოაქვთ ეს ინფორმაცია, მოგეხსენებათ კომუნიკაციის საშუალებები იმ დროს არ იყო ესეთი მაღალი და საქართველო ფაქტიურად აღმოჩნდა ამ ორი დიდი იმპერიის ტყვეობაში. იმის მაგივრად რომ კონსოლიდაცია მომხდარიყო ქართული ძალებისა, კიდე მიხდება იმის გამეორება, რომ შიგა ბრძოლები, ფეოდალური შუღლი, შინააშლილობა უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყანას. ახალგაზრდა გიორგი სააკაძე საინტერესოა იმით, რომ იგი პირველ რეფორმებს იწყებს ქვეყნის გასაძლიერებლად. აი სანამ გადავალთ მარტყოფისვაზე და სხვა გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გიორგი სააკაძეს დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, საბაჟო რეფორმა შემოაქვს ქართლის სამეფოში და ფეოდალური დაგსაქსულობით დაგლეჯილი ქვეყნის საზღვრებს შიგნით, როდესაც ერთი სათავადოდან მეორეში გადასვლის დროს ვაჭარ სულთაგარებს უხდებოდათ საბაჟო გადასახადის გადახდა და ბოლოს ეს მათი საქონელი კოლოსალურად ძვირდებოდა. აი ეს გადასახადები მოხსნა სააკაძემ. სააკაძემ ასევე შექმნა საფუძველი დაუდო იმ დროინდელ საქართველოში სპეცრაზმს, რომელზეც აი თქვათ იგივე პიეტრო დე ლავალე, დიდი იტალიელი მისიონერი, ქართულ სპეცპოლიციას უწოდებს, ქრისტიანულ პოლიციას, რომელიც ემორჩილება სააკაძეს და რომლებიც როგორც ვეფხვები, ისე დადიან კედელზე. ეს არის იტალიელი მისიონერის და პილიგრამის სიტყვები. აი ამის შემდეგ ეს ძალა ფაქტიურად ეს სპეცრაზმი გიორგი სააკაძეს ადგება სხეტ-ტაშის კარის ბრძოლაში, როდესაც 60,000-იანი ოსმალო-თათარხანის ლაშქარი შემოდის ქართლში. ყირიმელი თათრები 2,000 არის დაახლოებით. იმიტომ ვახსენე მე ყირიმის სახანო, რომელიც 1475 წლიდან არის უკვე ოსმალეთის სავასალო და ისინი ერთად იბრძვიან, ბუნებრივია, მგლის ტყაოსნებს ეძახიან ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ თათარხანის ლაშქარს, თუმცა დიდი მოცულობით არ არიან, სადღაც 2000-3000 კაცია, მაგრამ ქართულ ისტორიოგრაფიაში შეასია ოსმალო-თათარხანები. ჯამში 60,000-იანი ლაშქარი თრიალეთის ქედით გადმოვა და ცხირეთში მყოფ ლუარსაბ მეფის დატყვევებას ცდილობს. ანუ ოსმალებს აქვთ ესეთი ვერაგული პოლიტიკა, მზაკრული პოლიტიკა, ნახეთ, ესე იგი გამიზნულად ხდება სიმონ პირველის დატყვევება, იმიტომ რომ მეფე ფაქტიურად წარმოადგენდა სახელმწიფოს სიძლიერეს და გარანტს. მეფე იყო კონსტიტუციაც, მეფე იყო იდეოლოგიის წარმმართველიც, საბრძოლო გესის ამღებიც და შიგა თუ გარე პოლიტიკის გამტარებელი. და როგორც სიმონ პირველი დაატყვევეს, ესე იგი პაპამ
ლუარსაბ მეორისა, ისე უნდათ რომ ლუარსაბიც დაატყვევოთ. ამ დროს ერთი მომენტს მინდა ხაზი გაუსვა, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში, როგორც ბერი ეგნატაშვილი, ისე ვახუშტი კოტეტიშვილი, ისე ვახუშტი ბაგრატიონი უდიდეს შეცდომას უჩვევს, როდესაც ცხინვალს მდგომი მეფე გონიათ ლუარსაბ, ეს არის თეიმურას პირველი და აქ არის უდიდესი შეცდომა დაშვებული. ეს შეცდომა შეგნებულია თუ შეუგნებელი ისმის ამის კითხვა, მაგრამ მე ვამბობ უპასუხობ, რომ ეს არის შეგნებული შეცდომა დაშვებული, რადგანაც განტევების ვაცად უნდა იქცეს გიორგი სააკაძე, თორე თუ ჩავთვლით რომ ცხინვალში იდგა ლუარსაბ მეფე და სადღაც გოსტივეში უკვე მტრის ლაშქარი შემოვიდა და ცხირეთის ციხეში უცბად აღმოჩნდება მე ლუარსაბ მეფე ცხინვალსა და ცხირეთის ციხეს შორის მანძილი, ეხლა მე კასპელი კაცი ვარ და დაახლოებით 100-105 კილომეტრი, 110 კილომეტრია და იმ დროს არ იყო ის საშუალებები ერთ ფრენით გადაფრენილი. ამდენად ეს უხეში შეცდომები შეგნებულად არის დაშვებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ გიორგი სააკაძეს ეს ჩირქი მოსწონ გარკვეულწილად და რაღაცნაირად მომენტებში გამოიყვანონ უარყოფით პერსონაჟად. მოგეხსენებათ ამ დროს ხდება აი ამ გიორგი სააკაძის ამ სპეცრაზმის გამოყენება და პირველი დარტყმა ოსმალო-თათარხანის ლაშქარზე სხერტის ჭალაში ხდება მის გარკვეულ ნაწილებთან და პირველ ბრძოლას მოიგებს. და შემდგომი მთავარი ბრძოლა, მე მინდა ბოლოსკენ წავიდე, მთავარი ბრძოლა მაინც არის ტაშისკართან ნახვეტარას ველი ქვია, მტკვრის ნაპირზეა, ესე ქვია ნახვეტარას ველი, სადაც გიორგი სააკაძე პირველად იყენებს ქართულ ბრძოლის ისტორიაში ფართოდ თოფს. ეს თოფები ქართულ ისტორიოგრაფიაში ნახსენები რომ პეშალკები არის რუსების ჩამოტანილი ალექსანდრე მეფესთან, კახეთის ალექსანდრე მეფესთან, რომელმაც ერთგულების ფიცი დადო რუსეთის ხელმწიფის წინაშე და საჩუქრად ჩამოუტანეს ეს ორი პეშალკები, რომელსაც ერთი ხმა და კვამლი აქვს გასროლის შემდეგ, რომ ადამიანი კაიხანს ვერაფერს ვერ ხედავს. აი ამ 200-ოდე ამ თოფს იყენებს გიორგი სააკაძე და ამარცხებს ტაშისკართან 60,000-იან ლაშქარს, რა თქმა უნდა ეს მარტო თოფების დამსახურება არ არის, ეს არის ქართველთა გმირული ბრძოლის და მოურავის, დიდი მოურავის უბადლო ოსტატობა, იქ ბადობ ციციშვილის და სხვების უბადლო ოსტატობა, რომლებმაც გაანადგურეს მტერი. აქ არის მთელი სამხედრო მისი ვირტუალური ნიჭი და ტექნიკა გამოყენებული, რომ მიყვიან. ალყის შემურტყმა, მოულოდნელი დარტყმა, ღამე ბრძოლა, გამთენიისას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ რა ხდება ოსმალეთი და სპარსეთი ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის ერთმანეთს ეჯიბრება. იციან რომ თუ ესე იგი საქართველოს თუ რომელიც აიღებს და საბოლოოდ დაიმორჩილებს, ის მთლიან ამიერკავკასიას დაიპყრობს და ფაქტიურად შავ ზღვაზე გასასვლელით ევროპასაც ადვილად მიადგებიან. თუმცა მანამდე ოსმალეთი ბუნებრივია რომ ოსმალეთს დაპყრობილი ყავს უკვე ბალკანეთის ნახევარკუნძული, ჰერცეგოვინა, იქით ბერძნები და რა ვიცი მისულია ავსტრია ვენის მისადგომებთან მიდის ომები. ბატონო, ესა თართო შეიძლება აქ ჩაგეჭრებით და ჩვენს მსმენელს მინდა შევასრულო, რომ ეს არის საუბრის ფორმატი, მეც ასე ვთქვათ, შემიძლია რომ საუბარში ჩავერთო და ასევე ბატონ ვაჟასაც შეუძლია რომ თავადაც გამისვას კითხვა, ასე რომ სიტყვა თუ გამიგრძელდება, ძალიან თხოვთ მუდამ ძრახავთ. თქვენ ახსენეთ ახლა ბალკანეთი, შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის მიმდე. ესე იგი, ოსმალეთის იმპერია უკვე მე-16 საუკუნეში სამ კონტინენტზეა გადაჭიმულდა, როდესაც მე-16-დან იღებს უკვე მას, ხო? და აი, როდესაც ის დაუტყვევეს სვიმონ მეფე, მაშინ თავად მათი ჯანმრთელწერი წერილი წერს, რომ სამ კონტინენტზე სამი დღით იყო ესე იგი ბუკი და ნაღარა და ზეიმირო, ესე იგი დელის, სიმონ დელის დატყვევების გამო. და რა არის იცით ნიშანდობლივი, რომ მაშინდელ
მსოფლიოში ოსმალეთის იმპერიაზე უფრო მძლავრი იმპერია, სპარსეთის იმპერიაზე უფრო მძლავრი, ესე იგი ევროპა არ იყო ჯერ თქვათ, ესეთი უფრო ფრაგმენტირებული იყო თქვათ, ხო? და ამ ოსმალეთის იმპერიაზე მძლავრი იმპერია ფაქტიურად არ არსებობდა. შემდეგ უკვე სეფიანების დროს უკვე ირანმა შეიძინა ეს ასე თქვათ, აი ჰეგემონური და ძლევამოსული იმპერიის სტატუსი, თქვათ, ხო? და ასეთ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ შავი ზღვა ფაქტიურად საკუთარ ტბად აქციეს და შავი ზღვის მიმდებარე რეგიონები აღმოსავლეთ ევროპა 1527 წელს სულეიმან ბრწყინვალემ ვენაზე მიიტანა იერიში და მაშინ ევროპის სახელმწიფოების დიდი ძალისხმევის შედეგად ვენაც კი ძლივს დაიცვეს და ასეთ დროს პოლონეთის მეფე და ის აღმოსავლეთ ევროპა მთლიანად ასე თქვა ხმელთაშუა ზღვის მიმდინარე სტრატეგიული არეალები და აფრიკის ჩრდილოეთი და ასე თქვა შემდეგ სირია, პალესტინა და დღევანდელი ფაქტიურად ერაყის ნახევარი და ასე შემდეგ თქვა, ხო? სამ კონტინენტზე იყო რეალურად გადაჭიმული უკვე მე-19 საუკუნიდან, როგორც თქვენ ვთქვით. აი ასეთ დროს, როდესაც პატარა სახელმწიფო საქართველო, რომელიც თავისი ტერიტორიული მოცემულობით თქვათ, ვერც კი შეედრება ევროპის თუნდაც საშუალო დონის სახელმწიფოს, ხო? მაინც ინარჩუნებს სუვერენიტეტის რაღაც ნიშნებს. ეს თავისთავად სასწაული არ არის. ანუ ის რომ ფეოდალურმა აი ამ მოუსწრო, თქვა, შეიძლება ეს ეპოქის სულიც იყო, თქვა, ხო, ეს დაქსაქსულობა ფეოდალური, თქვა, ხო, და დაძაბულობა, იმიტომ რომ ცენტრალიზებული სახელმწიფოს და დაძაბულობის თავარი ნიშანი მაინც ის გახდათ, რომ აი დიდი აღმოჩენების შემდეგ სახმელეთო გზებმა გადაინაცვლეს საოკეანო გზებზე და ფაქტიურად საქართველოს ეს ფუნქცია დაკარგა. აქედან გამომდინარე შემდეგ მოხდა ეს ეკონომიკურმა ფაქტორმაც განაპირობა ის, რომ ქვეყანა დაიშალა სამნაწილად და ეს სახელმწიფოები, თქვათ, ცალ-ცალკე ცდილობდნენ და ხანდახან ერთმანეთთან შეკავშირებით აი ამ ორი მძლავრი მონსტრის მოგერიებას, მაგრამ მე რაზე მინდა იცით აქცენტი გავაკეთო, მე ძალიან გული მტკივა, როდესაც ესე იგი აი თვითგვემას ეწევიან ქართველები. თქვათ, ესე იგი გადამეტებული ქებაც ზედმეტი ვიცით, მაგრამ ასევე თვითგვემის ნოტები განსაკუთრებით აი ამ ნეოლიბერალურ ემაში, დიახ, ნეოლიბერალურ აი ამ მეინსტრიმულ მედიაში და ნეოლიბერალურ იდეოლოგიის წნეხის ქვეშ მათ განსაკუთრებით ესე იგი ახალისებენ აი ეს თვითგვემის რო აი დაქსაქსულობა და აი ესე იგი რა ქვია გაპარტახებული და რეალურად ჩვენ თუ მთლიანობით სურათ შევხედავთ თქვათ ხო რამხელა მონსტრთან გვაქვს საქმე და რომ ის აღმოსავლეთ ევროპა ფაქტურად გადაყლაპული ყავს და აი ვენის კინაღამ აღება ვახსენე ხო მაინც მეფეები არიან ესე იგი მაინც მიწათმფლობელობის სისტემა ფეოდალი მეფე ფულის მოჭრა ანუ რეალურად რომ სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა საქართველოში არ შეცვლია აი ამ ესაა უმთავრესი შაჰ-თამაზი მაგალითად შაჰ-თამაზ პირველი იყო მისივე ისტორიკოსი წერს აღშფოთებული რომ ნუ კი გავიფორმე ქვეყანა თქვა გავიყავით თქვა ოსმალეთის იმპერიასთან მაგრამ ლუარსა პირველი ვერ დავიჭირე ესე იგი დინასტია საქართველოში ვერ შევიცვალე მოხარკეთ ვერ გავიყვანე მისი ჯარი მე არ მემსახურება შემოვიდოდა 1551 წლიდან 1551-54-47-51 ეს 4 ცნობილი ლაშქრობა შაჰ-თამაზის, ხო? გენერალურ ბრძოლებში იგებდნენ, მაგრამ შემდეგ პარტიზანულ ბრძოლებში ისინი კარგავდნენ თავიანთი ლაშქრის უმეტეს ნაწილს და ფაქტურად სპარსული, ყიზილბაშური გარნიზონები შეკეტილი იყვნენ ციხეებში. ანუ მე რისი თქმა მინდა რომ ესე იგი ქართული სამხედრო მანქანა და ფეოდალური არისტოკრატია და ზოგადად ქართული სახელმწიფო მაინც ინარჩუნებდა თავის მთავარ მახასიათებლებს ამ ორ მონსტრ შორის და ამის საფუძველი როგორც თავად ახსენეთ რა თქმა უნდა ეს იყო ქრისტიანული რწმენა, ურყევი რწმენა, რომელიც ჩვენ მოქონდა საუკუნეების განმავლობაში შეუყვევნათ წმინდა სწავლებით, ერეტიულ მოძღვრებებში გადავარდნის გარეშე, რომელზეც იდგა სახელმწიფო იდეოლოგია გლეხი, ფეოდალი, მეფე და ესე იგი ის ძალიან დიდი კულტურა, სულიერი კულტურა და რაზეც იდგა, რა თქმა უნდა, რაზეც იდგა ქართული. ანუ მე მინდა რომ თქვენ თუ მომყვებით ამ მსჯელობაში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, ვთქვათ, გასაგები რო იყოს, რა ეპოქაში და რა გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ახერხებდა მაინც ქართული სახელმწიფო თავის შეენარჩუნებინა თუნდაც
დაშლილი სახით, მაშინ როდესაც უზარმაზარი ქვეყნები ყავდათ ჩაყლაპული და მიწასთან გასწორებული, ესე იგი, როგორც ოსმალეთის იმპერიას, ასევე სპარსეთის იმპერიას. აი, ამაში თუ დამეთანხმებით, მაინტერესებს. ერთადერთი, რა თქმა უნდა, დაგეთანხმები, მაგრამ აქ ხაზგასმით უნდა აღნიშნოთ, რომ ეს იყო უფლის დიდი წყალობა ქართველებისთვის, რომ აი ამ დროს, ამ უდიდესი გაჭირვების დროს შველელად ღმერთი მოულენდა ხოლმე ისეთ პიროვნებებს, რომელზეც გადადიოდა აი მთავარი დარტყმა, რომელსაც უნდა ეკისრა მოწამეობრივი, თუნდაც აღსასრულით, თავისი ბრძოლით, თავგანწირვით ერის გადარჩენა. აი მე-17 საუკუნის პირველ მესამედზე მინდა ვისაუბრო, აი სააკაძის ეპოქაზე. ეხლა წინა მე-16 საუკუნეში ვთქვათ, ასეთი მოვალეობა ზეგამის ტრაგედიასაც შევეხოთ, აი რავე ზეგამის ტრაგედია 1605 წლის ზეგამის ტრაგედია, ესე იგი როგორი ფილიგრანული პოლიტიკა ალექსანდრე მეორის როგორი ტრაგედიით დასრულდა, რო ვერ გათვალა ეს შაჰაბაძის ვერაგობა. აი ეს რო არ აღნიშნოთ, არ შეიძლება ბატონო. ნუ ეს მრავალჯერ ყოფილა ეს აღნიშნული 1605 წლის ეს ამბები. ეს იყო საერთოდ უნდა ითქვას, რომ შაჰაბასი იყო ძალიან ვერაგი და მზაკვარი, ამავე დროს ძალიან ჭკვიანი მმართველი თავისი იმპერიისა. მან ფაქტიურად დაშლილი ჩაიბარა ირანის იმპერია, განადგურებული და მან მოახდინა როგორც შიგა პოლიტიკის რეფორმები, ასევე სამხედრო პოლიტიკური რეფორმები და უძლიერეს იმპერიად ჩამოაყალიბა. მას ყავდა ძალიან ძლიერი აგენტურა. ძალიან ძლიერი აგენტურა, თქვათ იგივე კახეთის სამეფო კარზე ალექსანდრე მეფესთან იქ რა ხდებოდა შიგა სამზარეულო უცბად იგებდა სადღაც ერთ თვეში მაინც. ასეთივე აგენტურა ყავდა ქართლის სამეფო კარზე, ეს იქნებოდა გიორგი მეათე-თუ მერე იქნებოდა ლუარსაბ მეორე. ამდენად შაჰის ეს გათვლები ძალიან ესეთი გონივრული იყო თავის იმპერიის გასაძლებლად. უფრო მეც გეტყვით, აი ახლა უცხოური წყაროები, ვთქვათ იგივე პარიზის არქივები, ვატიკანის არქივები, რელაციები მისიონერების ამის თქმის საშუალებას გვაძლევს, ეგ იქნება პიეტრო დე ლავალე თუ მამა ვინცენტი ორგუზელი. ჰარამ ხანის ქალებთანაც კი მოსასმენი მოწყობილობები ჰქონდა. აღარაფერს ვამბობ მისი მაღალი სავეზირო თანამდებობის პირებზე, მხედართმთავრებზე. იყო სპეციალური, აი აღწერილია ზუსტად ევროპელ მისიონერებს. იყო სპეციალური ბამბუკის მილები, რომლის ბოლოშიც გარკვეული გამაძლიერებელი, აი მსხლის ფორმის რაღაცის ეკენ, აი როგორც გოგრის ის რაღაცა ისეთი მცენარის, რომლითაც ისმენდა თავის სასახლეში მყოფი შაჰაბასი, ვინ რას ჩურჩულებდა და ვინ რას ამბობდა. და იმ ქალებიდან და იმ ვეზირებიდან გამოქონდა ის ინფორმაცია რა ხდებოდა ქვეყანაზე. ისე რომ ეს გადატრიალება და ეს ძმის მიერ, ძმის მოკლა და მამის მოკლა ეს დიდი ხნის დაგეგმილი იყო. ეს არ იყო უცბად მომხდარი ტრაგედია. და აი შემოდის ესე იგი გიორგი სააკაძე და ნახეთ რა ხდება გიორგი სააკაძის რა კი ეს ახსენეთ. არ შეიძლება არ ვახსენოთ წავკისის ტრაგედია 1612 წელი, როდესაც 20 მაისი, როცა გიორგი სააკაძეს გააძევებენ. ხო, საქართველოს იძულებულია რომ გაიქცეს რა. მაშინ როცა შაჰაბასი ემზადება უკვე რა ხდება ახლა ნახეთ საქართველოში ლაშქრობისთვის. ნახეთ შაჰაბასი ემზადება და როგორ ემზადება? რატომ მანამდე არ შემოესწია მე? დემარკაციას აკეთებს ოსმალეთის იმპერიის საზღვართან. და რას წერს ისკანდერ მუნში, რომ საზღვრის მომწესრიგებელი კაცები არც ოსმალეთის მხრიდან, არც ჩვენი მხრიდან ჯერ დაბრუნებულები არ იყვნენ. თან როგორ ხდება დემარკაცია? სპარსეთის ელჩი ოსმალეთში დატყვევებული ყავთ ოსმალებს, ხოლო ოსმალეთის ელჩი ირანში დატყვევებული ყავ ამას. ანუ თუ რამე შეეშლებათ, ერთსაც სიკვდილი ემუქრება მეორესაც. და აი მე ხდება ამ ელჩების თავის ადგილზე დაბრუნება, რო იტყვი. და როცა ბრუნდებიან და მოხდა ეს კაცები საზღვრის დემარკაციის პროცესი მორჩება, მე რეიწყებს შაჰაბასის შემოსევას. სწორედ 1613 წლის 16 ოქტომბერს გამოდიან ისპაჰანიდან
ეს ჯარები და ამ დროს 1612 წლის ზავი განახლებულია ამასიის ზავის 20 ნოემბრის ზავი 1612 წლის 20 ნოემბრის ზავი განაახლეს, მაგრამ აი მე კიდე გავუსწრებ წინ მოვლენებს. მარტყოფის ომის წინ ნახეთ რა ხდება 1624 წლის 28 ნოემბერს ფაქტიურად ირანი ახალ ომს იწყებს ბაღდადის აღებით და ამზავს სარღვევს. მათ შორის ეს ზავების დადება მერე დარღვევა ირან-ოსმალეთს შორის, აი ჩვეულებრივი მოვლენაა, რაღაცა ზოგჯერ შეიძლება რაღაც 2-3 წელიწადში ისე. ანუ როგორც კი იქნება რაღაც ახალი გარემოება, რაღაც უპირატესობა ერთი სახელმწიფოს თქვათ მხარეზე ზავი ირღვევა. ეს ზოგადად მიღებული ის არის ასე ვთქვათ ზავები რო არ ირღვეოდა სახელმწიფოები, ესე იგი მაშინ ომები არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ეხლა გეტყვით მაგალითად რომ რა ხდება ამ პერიოდში, აი მარტყოფის ომის წინ რა ხდება, მოვლენებს წინ გავუსწრებ, რომ რა კი გეოპოლიტიკურ ჭრილში ვიყილავთ. ნახეთ, დაარღვია ეს ზავი 1612 წელს დადებული, 20 ნოემბერს დადებული ზავი და ქურთისტანის ნაწილი აიღო, ერაყი აიღო მთლიანად შაჰ-აბასმა, ირანის ჯარებმა და ეს იყო ოსმალეთის იმპერიის. რაც ფაქტურად იყო გათვალისწინებული 1555 წლის ამასიის ზავი და შაჰი თვლიდა, რომ ეს პირობები ბოლომდე არ იყო შესრულებული. არ იყო დაცული და ამიტომ როიტყვის თავის სასარგებლოდ ჭრის ამ ყველაფერს, ანუ უკვე არეულობა ამ ორ იმპერიას შორის. მაგრამ ამ დროს ირანი უკვე გაძლიერებულია ისე რომ ბოლო მოუღო ოსმალეთის ამ ბატონობას თურქისტანში, შემოიერთა, ერაყი აიღო, ბაღდადი აიღო, იქით დელი, ყანდაღარი, გირშიკი და ესენი აღებული აქვს სააკაძის დახმარებით, სხვათა შორის სწორედ სააკაძემ გამოიჩინა ანუ ალავერდი ხანმა ორმუზდის ციხე აიღო და სპარსეთის ყურეში 1622 წელს. დიახ, ისინი გაიმაგრეს პოზიციები. ეს საინტერესო მომენტია მან ბრიტანელების შემოსვლის. ეხლა უყურეთ რატო. მანამდე შაჰ-აბასი აშკარა ევროპულ, ესე ვიტყვი, საჯარისო რეფორმას ესე აშკარად არ ახორციელებს. აი 1620 წლიდან იწყებს ამ ლოიალურ დამოკიდებულებას ევროპელ მისიონერებთანაც და ამ ძმებ შერლებთან, რომლებიც აი ეს ენტონი და რობერტ შერლების მოწვევა, ეს ალავერდი ხანის პროექტი იყო, მისი პროექტი იყო, ეს და მისი ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა, ეს არქივებში არის ამის არქივებში არის რომ აი ალავერდი ხანი, ნუ ქართული წამუნდილაძე იყო მოგეხსენებათ, ალავერდი ხანი ხო პროექტი იყო რომ მოეწვიათ სწორედ ეს ძმები, ეს სამი ძმანი იყვნენ, თომასი, რობერტი, რობინი, უბრალოდ რობინი და ენტონი. ენტონი უფრო დაკავებული იყო სავაჭრო ბიზნეს საქმით, დღევანდელი ტერმინებით რო ვთქვათ, იმიტომ რომ შაჰ-აბასის ნომერ პირველი ბიზნესი იყო აბრეშუმის გატანა ევროპაში. და აი ენტონი შერლი ამ კუთხით იყო დაკავებული. სხვათა შორის იგი მარტო ირანთან არ თანამშრომლობდა. ეს აგენტიც იყო დიდი ბრიტანეთის. ეს არ გეგონოთ რომ შახზე ამოდიოდა მზედამთვარე. ევროპას ესენი აწვდიდნენ ინფორმაციას, იმ დროინდელი ვაჭრები იყვნენ, ამავე დროს აგენტები თავისი ქვეყნების. ეს მიღებული პრაქტიკა იყო. მიღებული პრაქტიკა მისიონერებს რომ ამოთმოთ ჩათვალეს. ჯუფის სომხები ცნობილი იყვნენ ამით. და აი სწორედ აი იგივე თომასი მაგალითად უფრო თურქეთში ოსმალეთში მოღვაწეობდა. აი რობინი უშუალოდ სამხედრო კუთხით იყო რეფორმის და აი სწორედ ინგლისური თოფები, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც იმ დროს ნაკლებად გამოიყენებოდა ბრძოლებში და ომებში არ იყო ისე მიღებული მრავალრიცხოვანი, ძირითადად საბრძოლო იარაღები იყო ხმალი, შუბი ქართველებისთვის ის არის, რა გიორგი სააკაძე ამას წარმატებით იყენებს. და ეს შემოიტანა, ასევე ზარბაზნების აღჭურვილობა შემოიტანა, ზარბაზნების ბომბის ჩამოსვლა. პატარა ქვემეხები, რომელიც ახლემებზე იყო დამაგრებული. დიახ, და აი ეს ყველაფერი, ეს ევროპულის გადმოაღებინა შაჰ-აბასმა. სწორედ ამით ხდება პორტუგალიელების მოშორება. აი ამ ძმების შერლების ამ არსებობამ და მოღვაწეობამ ირანში უდიდესი როლი ითამაშა და პორტუგალიელები მოაშორებინა იმას, რა ქვია,
თორე პორტუგალია მარჯვენა ხელი თვითონ იმისი, რა ქვია, ირანის შაჰის ერთ პერიოდში სჭირდებოდა და ხარში ედგა, იმიტომ რომ აი 1600 წარმოიდგინეთ 1620 წლის 20 წლის რელაცია პიეტრო დე ლა ვალესი შაჰის გვერდზეს ხედან პორტუგალელები, ინგლისელები სადღაც ბოლოში არიან და ყველა ევროპელი ფრანგები თუ ისინი ზიზღით უყურებენ. მაგრამ აი რო იტყვიან გადაუჯოკრეს, რო იტყვიან ინგლისელებმა ჰორმუზის სრუტეც დააწლევინეს ბრძოლი და უნდილაძის დახმარებით და მარჯვენა ხელი გახდნენ, ანუ პირველი ბიზნეს პარტნიორები ხდებიან შაჰ აბასისა. პირველი ბიზნეს პარტნიორები. ანუ ეს ძველი სქემა ინდოეთის ოკეანეზე გასვლის ბრიტანეთის იმპერიის, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ეგრეთ წოდებული კომპანია იყო. ბრიტანეთის იმპერიის მთავარი, ასე ვთქვათ, ბრძოლის და დატაკების ისანი ამ დროს იხაზება, ვთქვათ, ხო? ევროპის სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანია ინდოეთის ოკეანეზე გასვლა. და შესაბამისად, სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ევროპისკენ გზის გაჭრა. ხო და პლაცდარმად მოიაზრება როგორც ახლა, მაშინაც საქართველოს. აი ამ მიმართებით თქვენ გაქვთ ძალიან საინტერესო აი ერთ მომენტს გეტყვით, ინდოეთის ოკეანე ახსენეთ თქვენ. აი პიეტრო დე ლა ვალე, რომელიც არის იტალიელი მისიონერი, ხო? მას პირველი ცოლი გარდაეცვლება, ხო? სატიმაანი, ხო? ეს სირიული წარმოშობის, რომელსაც თავის ის ქალდეველების ქალდეურ წარმოშობაზე ლაპარაკობთ. თვით ბაირონიც კი ამბობს, რომ ეს ქართველი იყო, ქრისტიანი იყო. ბალზამირებას უკეთებს პიეტრო დე ლა ვალე და რადგანაც არ აქვს შესრულებული თავისი მისია ბოლომდე, ინდოეთის ოკეანისკენ მიდის, ინდოეთში მიდის გემით, წარმოიდგინეთ და მეორე ბრუნდება იტალიაში. და ეს ბალზამირებული პირველი მეუღლის ცხედარი თან მიაქვს ამ გემით. წარმოიდგინეთ რამდენი ესე იგი 1622 წლის ბოლოს 23 წლის დასაწყისში სადღაც 4-5 იანვარს ტოვებს ირანს, იმიტომ რომ ამ დროს უკვე რეპრესიებს იწყებს შაჰ აბასი ევროპელების წინამდე. მას უნდოდა რომ ანტიოსმალურ კოალიციაში აქტიურად დახმარებოდნენ ევროპელები და ამან დაინახა რომ მარტო ამისი ბიზნესი აინტერესებს და მოგება. ევროპელები ცდილობენ ასე ვთქვათ. ანუ ყველაფერი გადის ბიზნესზე, იქ რომლებიც ბიზნესის შეჯახების შედეგად ხდება დიდი ომები იმ დროსაც. და პიეტრო დე ლა ვალე მიდის ჯერ ინდოეთში და მეორე ბრუნდება რომისი თავის მშობლიურ იტალიაში და რომში. და იქ რო წერია რომ მეუღლესო ფიცი მივეცი რომ ჩემ საგვარეულო სასაფლაოზე დავკრძალავდი, რომ მე 1626 წელს მე კრძალავს. წარმოიდგინეთ, აი, მთელი 4 წელი დაბალზამებული იმას. ანუ ამ გეოსტრატეგიაში შაჰ აბასის აზრებში საქართველოს მოიაზრება როგორც პლაცდარმი შემდგომში მისი ექსპანსიისკენ ევროპისკენ. რა თქმა უნდა, ეს იცის გიორგი სააკაძე. აი ამას ყურადღებას არ აქცევს ქართული ისტორიოგრაფია. ქართული ისტორიოგრაფია. ანუ გიორგი სააკაძე ჯერ კიდე კონსტანტინოპოლში სიმონ პირველთან ყოფნისას და იტალიელ და საფრანგეთის ელჩებთან ხშირი ურთიერთობისას დიდი პოლიტიკური გამოცდილება მიიღო. ამ გეოპოლიტიკის კონტურები მასში უკვე მოიხაზა, რაც ხდებოდა მსოფლიოში, იმიტომ რომ აქ სადროცა ან ნოსტეში ხარ, ან თბილისში ხარ, სხვა, მაგრამ ამან ფაქტიურად ნახა, რომ ეს დიდი ქვეყნები ერთმანეთს როგორ ეჯახებიან. ამიტომაც გიორგი სააკაძე ფიქრობს, რომ რამენაირად გადაარჩინოს საქართველოს ამ დიდ ჯაყელს. მან იცის შაჰ აბასის გეგმები, მან იცის, რომ კი ბატონო, თავგანწირვით იბრძვის გიორგი სააკაძე თავისი სპეცრაზმით, ის კი არა ქაიხოსრო ძმა, მისი ბაღდადის აღების დროს იღუპება, მის ყუმბარის ნამსხვრევი ხდება და ეს ისიც 2 მეტრიანი ვაჟკაცი კაცი. და 1622-23 წლებში აურაცხელ ბრძოლებს ეწევა ირანი თავისი ამ ეკონომიური ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ აი ამ სავაჭრო გზების დასაპყრობად ეს დელისკენ მიმავალი და ბაღდადის აღება და ეგით ყანდაღარი და ესენი და მეორე შირვანის შემახა დაღესტანის ჩრდილოეთში. შირვანი და ის თავის იმად გაიხადა, რა ქვია, ვასალებად, როგორც კი დაუძახებს, რომ აბა ჯარი და ზეგამის ტრაგედია ფაქტიურად კი, რა თქმა უნდა. შირვანი განჯა და ეს მისი სახანოებია ჩვეულებრივი დაქვემდებარებული ისე, რომ
ადერბაგანის ბეგლარბეგები და ესენი ირანს ემორჩილებიან. საქართველოს წინამდე უდიდესი ისა რა ქვია ჩადენილი ცოდვები მაგათ. და გიორგი სააკაძე ამ ყველაფერს ხედავს და იგი გრძნობს, რომ მისი ვარაუდები მართლდება. თან ის მეგობრობს პიეტრო დელავალესთან და ამ ევროპელ მისიონერებთან. იმიტომ რომ 1620 წლის 21 სექტემბრი დათარიღებული მათი შეხვედრია, როცა კითხულობ ამ რელაციას, ეს მიიღო რომის პაპმა ურბან მემბემ 1621 წლის 25 ამ წიგნში სხვადასხვა ეს ილია ტაბაღუას საქართველოს ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში კავშირის დროს ქართველი მეცნიერები მივლინებით მიდიოდნენ თქვა ევროპის საბჭოთა კავშირის დროს და დღეს ახლა წინვალე ის არის სამეცნიერო რა ქვია ფოტოფირებით, შემდეგ თარგმანებით, დოკუმენტური მასალის ის სამწუხაროდ დღესდღეობით რუსთაველის გრანს არ გაძლევენ, იმიტომ რომ არ მიაჩნიათ ღირებულად საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი სამწუხაროდ ამ ყალთაბანდებს თვითონ. ასე რომ მაშინ შესაძლებელი იყო. მაშინ შესაძლებელი იყო და ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ ესე იგი გიორგი სააკაძე გრძნობს ამ დიდ საშიშროებას, რომ ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში საქართველოს შეიძლება ისე გადაყლაპოს ამ ორმა იმპერიამ, რომ არაფერი არ დარჩეს. ამიტომაც იგი ჯერ კიდე სპარსეთში გადახვეწის დღიდან, უფრო ზუსტად ვიტყვი, რომ 1615 წლიდან აქტიურად ემზადება, რომ დაამხოს შაჰის იმპერია. ის გრძნობს, რომ უდიდესი საშიშროება აქვს აღმოსავლეთ საქართველოს ირანიდან. ამიტომაც 1620 წლის 21 სექტემბრით დათარიღებული საუბარი პიეტრო დელავალესთან, როცა პიეტრო დელავალე სტენოგრამული სიზუსტით იწერს გიორგი სააკაძის საუბარს, თქვენ დაინახავთ გიორგის, აი რო კითხულობთ, ეს ჩემ მეორე ტომშია შეტანილი. თქვენ დაინახავთ, როგორი დიდი გეოპოლიტიკური აზროვნების მქონია სააკაძე. როცა შიგა პოლიტიკასაც ბრწყინვალედ აანალიზებს და პიეტრო დელავალეს ეუბნება, რომ დასავლეთ საქართველოსაც ისე როგორც კახეთს და ქართლს უდიდესი საშიშროება ემუქრება ოსმალეთის იმპერიიდან, მაგრამ ერთმანეთზე სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული იმერეთის მეფე ლევან დადიანთან, ლევან დადიანი გურიის მთავართან და რამენაირად იქნებ შემარეგებინა ესენი და მართლაც გიორგი სააკაძე 1620 წელს ჩადის იმაში, რა ქვია, დასავლეთ საქართველოში, როგორც კი მოუხერხდება მას ჩამოსვლა საქართველოში, როცა სიმონ ხანის ვექილად ნიშნავენ, იგი ხშირ ვიზიტებს აკეთებს. სიმონ მეორეზე ვამბობ. და ხშირად მიდის დასავლეთ საქართველოში, რომ მათ შესარიგებლად საქართველოს გაერთიანების იდეა, ანუ მასში არის დავით აღმაშენებლის აი ეს გენიალური იდეა ერთიანი საქართველოს ძლიერებისა. და სამწუხაროა, რომ ეს ვერ განახორციელა ბოლომდე, შიდა თუ გარემტრების გამოისობით, მაგრამ მაგაც გეოპოლიტიკური ვითარება იმით დაგვარი იყო მაშინ, რომ ეს ორი იმპერია არანაირ საშუალებას არ იძლეოდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს კოლონიას. ნახეთ, რას აკეთებს გიორგი სააკაძე, რომ აი ახლა 25 მარტი ძველი სტილით, ახალი სტილით 7 აპრილი არის 400 წლის იუბილე და ამას წესით ჩვენი ქართული სახელმწიფო დიდი ზარზეიმით უნდა აღნიშნავდეს. ფაქტიურად მარტყოფის ველზე გიორგი სააკაძე იმეორებს დიდგორის მოდელს. თურქეთის ისტორიკოსები, ოსმალო ისტორიკოსები, ქათრიმ ჩელები თუ მუსტაფა ნაიმა პირდაპირ წერენ, რომ გიორგი სააკაძის, ანუ მოურავ ხანის, ქართლის გამგებლის გარშემო გაერთიანდა გურიის მთავარი, ოდიშ სამეგრელოს მთავარი დადიანი, აშიკბაში, ბაშიაჩუკი, იმერეთის მეფე, ზურაბ არაგვის ერისთავი და სხვა მთავრები იქ დავით ჯანგირზე და ამ ყველაზეა ლაპარაკი. და ამ ერთიანი ძალით შეუტიეს ვერაკს სპარსელებს. ახლა ვერაკს იმიტომ ახსენებენ, რომ ოსმალეთის იმპერიის მტერი ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ფაქტიურად არაერთი ისტორიკოსი თulis და ეს ასეც არის, რომ
მარტყოფის და მარაბდის ბრძოლების დროს მაშინ გადარჩა ქართული სახელმწიფო და ქართველობა როგორც ერი, იმიტომ რომ ეტყობა აი ამ უზარმაზარმა აპოკალიფსური სახის შინაარსის საფრთხემ განაპირობა კონსოლიდირება, თქვათ, საქართველოს მეფეების და მეფე-მთავრების. მათ შორის ისეთი ურჩი და თქვათ გადიდგულებული მთავრიც, როგორც იყო ლევან მეორე დადიანი, მაგრამ ლევან მეორე დადიანი მოგეხსენებათ გახდა შვილიშვილი ალექსანდრე მეორე კახთა მეფის ნესტანდარიჩნის დედის მხრიდან და კახთა მეფის ალექსანდრე კახთა მეფის კარზე იზრდებოდა და ეს საერთო ქართული ცნობიერება და აზროვნება მას ძალიან კარგად ჰქონდა. განვითარებული. შეიძლება ესეც იყოს. ლევან მეორე დადიანი მეგობრობს ძალიან გიორგი სააკაძესთან. აი ბოლომდე ერთგულია გიორგი სააკაძის ეს იოსებ სპილელის დიდმოურავიანშიც კარგად ჩანს რომ აი კარგად მიმიღო ოდიშის მთავარმა ასე შემხვდნენ და კაი კაცია და გადამყვნენ ზედ და ისევ როგორც იმერეთის მეფეზე საუბრობს და როდესაც ნახეთ შაჰ-აბასი რას აპირებს შაჰ-აბასს უნდა რომ მთლიანად ოსმალურ იმპერიას წაართვას არა მარტო აღმოსავლეთ საქართველოს, არამედ დასავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს ვერ აიღებს თუ აღმოსავლეთ საქართველოს არ დაიპყრო და ზღვაზე ვერ გავა. იმიტომ რომ ის რელაციები რომელიც პოლონურ არქივებში ინახება, იქ პირდაპირ არის შაჰ-აბასის ავიზრახვები, ესე ვთქვათ. ანუ ევროპის აპირებს რომ ჩემი მის მიგულში პოლონეთამდე უნდა მივიდე. როგორ მივა პოლონეთამდე, ხო? წარმოიდგინეთ. და ჩვეულებრივად უნდა გაიშლიგინოს ევროპის კონტინენტზე. ანუ საქართველოს მისთვის არის ერთი გადაყლაპა პლაცდარმი. და ამხელა ჯარსაც იმიტომ გზავნის, ესე იგი უძლიერესი სარდლების, თან უმკაცრესი სარდლების, სომხური წარმოშობის, ყარჩიხა ხანის და იუსუფ ხანის მეთაურობით, რომლებიც სისასტიკით არიან გამორჩეულები, ეს ამაზე წერს ნასრულა ფალსაფიც, თვითონ ირანელი ისტორიკოსები, შაჰ ჰუსეინ, მალიქ სესტანიც და სხვაებიც, რომ ესენი უსასტიკესები იყვნენ. თან ნახეთ ერთი ძალიან ნიშანდობლივი მომენტია, მამავინცედი ჰორმუზელი ერთ მომენტს წერს, რომ როდესაც შაჰ-აბასი მოუწოდებს ერთ-ერთი დიდი შეხვედრის და ზეიმის დროს, რომ მოდი წავიდეთ ეკლესიაში სალოცავად, ხოლო კარმელიტი მამების ეკლესიაში სალოცავად, ხოლო ქართველები სომხების ეკლესიაში წავდნენ სალოცავად. სააკაძე წამოხდებოდა და ამბობს, უწინამც ძაღლები შევლენ სომხების ეკლესიაში, ვიდრე ქართველი ფეხში ადგავს იქ. და მამამიცეთი ჰორმუზელი ისევე როგორც პიეტრო დე ლავალე წეს რომ შაჰ-აბასი წარმატებით იყენებდა ამ შუღს ამ ორ ერს შორის და ხშირად აი ამ დაპირისპირებას ამ სომხებსა და ქართველებს შორის თავისი სამხედრო მიზნების და სტრატეგიის განსახორციელებლად იყენებდა. ამიტომაც შემთხვევითი არა რომ ყარჩიხა ხანი და იუსუფ ხანი დანიშნა ამ სარდლებად. და საინტერესოა რომ იმამის, რა ქვია, ყულის ჯარის თავარსარდალი ყულა რაღაცი ალავერდი ხანი არ მონაწილეობს. ალავერდი ხანი არ მონაწილეობს. მან ავადმყოფობა მოიმიზეზა და უკან წავიდა. ბოლოს იგი უპირისპირდება. მისი უმცროსი ვაჟი დაუთ ხანი შემდეგ თერგას პირველთან ერთად რომ მოარბევს განჯა-ყარაბაღის სახანოს. მათი მამაც ხო იცით თქვენ როგორ მოკვდა? მათი მამაც იცით ხო? როდესაც ხო, ცემით მოკლა შაჰ-აბასმა. ცემით მოკლა, რომელსაც მამას ეძახდა. ანუ შაჰ-აბასი იმდენად დაუნდობელი იყო, რომ თავის შვილებს დააჭრა, მეორე დაასაჭურისა, ერთად მისი თამარ ამილახვარის ვაჟს თავი მოჰკვეთა. ხო, ბატონო ვაჟა, რაზე მინდა იცით გავამახვილო ყურადღება, რომ ფაქტიურად ქართველებმა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებით სტრატეგიული გეგმა ჩაუშალეს შაჰ-აბასს. და ესე იგი ეს იმდენად დიდი მოვლენაა ზოგადად არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სპარსეთის და ახლო აღმოსავლეთის ევროპა გადაარჩინეს ფაქტიურად მაჰმადიანური ურდოსაგან. რაზეც აი ჰუგო ჰუბერტი ავსტრიელი პოეტი ამბობდა, რომ ესე იგი ქართლის ციხესიმაგრეებს ელეწებოდნენ ეს მაჰმადიანური ლეგიონი და ურდოები. საინტერესო, რომ ესე იგი ფაქტიურად რიცხობრივად ხო არაერთის აღემატებოდა სპარსელთა ჯარი ქართველი ბიჭას, ესე მაგრამ თავისი
ნება მიბოძეთ ახლა ჩემი აზრი მეც გამოსვა თავისი ასე ვთქვათ წყობით ეს იყო იმ დროის მოწინავე სამხედრო მანქანა ევროპული დისციპლინი და ევროპული ყაიდის აი სწორედ აი ამ რობერტ და ენტონი შერლების მოდერნიზაციის შედეგად ეს იყო იმ დროის ესე კი ძალიან მძლავრი მოდერნიზებული ბრიტანელების მიერ მოდერნიზებული ასე ვთქვათ სამხედრო მანქანა და აი სწორედ ეს სამხედრო მანქანა თქვათ ხო უძლიერესი მოდერნიზებული და 35,000-იანი არმია 30,000 მებრძოლი და 5,000 არიელები გაანადგურეს ზუსტად 2 საათში ეს იმაზე ზუსტად 2 საათში არა ნუ მარტყოფის ბრძოლის დროს მარტყოფის ბრძოლა დაიწყო დილით ბინდბუნდში და გვიან საღამომდე გასტანა მარტყოფის ბრძოლა 2 საათი გარდამტეხი 2 საათი არ მიტანა 2 საათიანი რა იყო იცით აი წარმოიდგინეთ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო და როგორი თავგანწირული უნდა იყოს ქრისტესთვის რომ მტრის შუაგულ ჯარში გიორგი სააკაძე შუა ბანაკში ირანელებისა მარტყოფის ულეველას ველზე და მის გვერდზეა 4 მებრძოლი მისი ვაჟი ავთანდილ სააკაძე ელიადია სამიძე პაპუნა ვაშაკაშვილი და ბაკა ხერხეულიძე აი ამ 5 კაცი იწყებს ბრძოლას ამხელა ირანული არმიის წინააღმდეგ რომ გარდამტეხი მომენტი როდესაც ესე იგი შეტევის და ეს სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება ეს ქართველთა ცნობილი ხერხი იყო და ფაქტია რომ აი მარტყოფის ბრძოლის დროს და შემდეგ მარაბდის ბრძოლა და შემდეგ ეს თუნდაც 12,000 ყიზილბაშის გაწყვეტა ქსნის ხეობაში 70,000 ჯარისკაცი გაუწყვიტეს ჯამში ქართველებმა ესე იგი ქართული სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია, ქართული სამხედრო მანქანა, სააკაძის ხელმძღვანელობით. ესე იგი, თავისი ინტელექტით, თავისი სამხედრო მომზადებით, სტრატეგიული ხედვით იყო დროის შესაბამისი, იმ ეპოქის შესაბამისი და მას შეეძლო ეპოქის აი უდიდესი გამოწვევების თავისთავზე აღება და გადაჭრა. აი ეს თავისთავად ის ფაქტი, თქვათ, ხო, რომ ჩვენ აი ბრიტანეთის მოდერნიზებული არმია, შახის არმია, თქვათ, ხო, უმაღლესი კლასის, იმდროინდელი უძლიერესი სამხედრო მანქანა, ახლა დღეს რო ავიღოთ რომელიმე ქვეყნის ძლავრი სამხედრო მანქანა. შეიარაღებული ზარბაზნებით, ხოთებით. ამას გულისხმობ, მოდერნიზებული იმ დროის მოწინავე სამხედრო ძალა ქართველებმა გაანადგურეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამხედრო ფეოდალური არისტოკრატია, ჩვენი სტრატეგიული ხედვა, ის რომ ქართველი ერი მართლა ფლობდა საოცარ ტექნიკებს და საოცარ საბრძოლო ხელოვნებას და სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდებს, ანუ აი ეს მაღალი ინტელექტი, ეს ჩანს ხელის გულზე. ანუ ჩვენი ძალიან მაღალი კულტურა და ჩვენი ანალიტიკური აზროვნება აი ამ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად. და საბოლოო ჯამში ვთქვათ, ხო, მარტყოფის და მარაბდის ბრძოლების შედეგი სპარსეთის იმპერიისთვის იყო ფაქტობრივად ჩვენ მათ მაშინ გეოპოლიტიკური სტატუსი დაუქვეითეთ, იმიტომ რომ სტრატეგიული გეგმა, რომ საქართველოს როგორც პლაცდარმი გამოეყენებინათ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, რასაც თქვენი მითი დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებთ, ეს ჩაიშალა. ესე იგი, ამის შემდეგ შაჰს არც ერთი გენერალური ბრძოლა ავღანეთის, ინდოეთის და ოსმალეთის მიმართულებით არ უწარმოებია, თავისი არმიის მესამედი დაკარგა ამ ბრძოლებში და რაც ყველაზე მთავარია, ფსიქოლოგიური ტრავმა. ესე იგი, სპარსელებს თითქმის საუკუნეზე მეტ ხანს საერთოდ სამხედრო რეფორმაზე არც უფიქრიათ. ეს იმხელა დარტყმა იყო მათთვის. ფაქტიურად ჩვენ მათ გეოსტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში ლახვარი ჩავეცით და სპარსეთის იმპერიაც გეოპოლიტიკური სტატუსი დაუქვეითეთ და ეს გააკეთა პატარა ორმა ქართულმა სამთავრომ გეორგი სააკაძის მეთაურობით ეს შეიძლება ითქვას, რომ სპარსეთის ისტორიაში თვითონ სპარსეთელი მე ვიცი რომ თანამედროვე ისტორიკოსები და კონფერენციებზე როცა ხდება ესე იგი ეს სასწაულად და ასეთი სასწაულები არაერთი ყოფილა საქართველოს ისტორიაში და შეიძლება ითქვას, რომ ეს თავისი არსით მართლა იყო მეორე დიდგორი და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ რა თქმა უნდა ქეთევან წამებული საჭრილი კი, რა თქმა უნდა. აქ უნდა ითქვას, რომ ქეთევანი და ლუარსაბ-მეორე, რომელიც 1622 წელს შულდისაბელით ქრისტიანობის და არდათმობის გამო 7 წლის ლოცვის და 7 წლის ტყვეობის შემდეგ 1622 წელს ლუარსაბ-მეორე მოაშთობინა 23-ში თუ არ ვცდები 22-ში 24-ში ქეთევანის წამება და ეს იყო
მაშინდელ მსოფლიოში უკვე ცოცხალი მოწამეები აღარ არსებობდნენ, მთელი და ევროპას დაანახა, რომ ქრისტიანობა ქართველობაა და ქრისტიანობის უარყოფილი ქართველობის უარყოფილია. ლახვარი შაჰის იმპერიისთვის, თქვათ სპარსეთის იმპერიისთვის, აი ასეთი მართლა დაგსაქსული სამეფოებად დაშლილი და შაჰ-აბასის ლაშქრობა გადატანილი 4 დამანგრეველი ლაშქრობის შემდეგ, თქვათ ხო? და 26 წელს შაჰი იძულებულია თეიმურაზ პირველი ქართლ-კახეთის მეფედ, ქრისტიან მეფედ აღიაროს. თქვათ ხო და რამდენადაც ვიცი ამ დარდს გადაყვა კიდევაც შემდეგ 30 შაჰ-აბასი ფაქტიურად აი ამ აქცენტებში თუ მეთანხმებით. მამატია ცოტა პათეტიკური წიაღსლების ის მაგრამ უფრო მეც ვიტყვი რომ შაჰ-აბასი ფაქტიურად ქსანზე ქართველთა გამარჯვების შემდეგ, უпростоრად მარტყოფში და მარაბდის შემდეგ იგი მელანქოლიაშია ჩავარდნილი და ქსანზე ქართველთა გამარჯვების შემდეგ ფაქტიურად ლოგინად ვარდება და ბოლო 1628 წელს იგი სასახლიდანაც აღარ გამოდის, როგორც ირანელი მეისტორიები წერენ. აქ ერთი მომენტი უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სააკაძის ურთიერთობა ბაგრატიონთა სამეფო კართან. გიორგი სააკაძეს ყავს 8 შვილი, 4 ვაჟი და 4 ქალი და ერთი ქალი გათხოვილია იასექსნის ერისთავზე, მეორე ფარად-ფაშა ჯაყელზე, მესამე თეიმურაზ მუხრან ბატონ ბაგრატიონზე, აი მარაბდის ომში რო კვდება გმირულად და აი თეიმურაზ მუხრან ბატონის ბაგრატიონის შვილი ვახტანგ მეფე შაჰნავაზი არის გიორგი სააკაძის შვილიშვილი ქალის მხრიდან. თეიმურაზ ბაგრატიონის ძმა ქაიხოსრო სააკაძემ დასვა ქართლის გამგებლად მარტყოფის ომის შემდეგ, სანამ თეიმურაზ ჩამოიყვანს იმიდან, რა ქვია, გონიოდან გაქცეულ თეიმურაზ პირველს. ორივეს ქეთევან დედოფლის და თეიმურაზის მამები ძმები არიან აშოტანი და ვახტანგი. და აი თეიმურაზი არის სიძე გიორგი სააკაძისა და გიორგი სააკაძე იქ ირანულ წყაროებში როა მეჰემანდარად ნახსენები, ეს არის გიორგი სააკაძე, რომელსაც ფარულად შიაკ პატარა ბიჭის ხელით ქეთევან დედოფალთან ღვთისმშობლის ხატი, აი ღვთისმშობლის ხატის ან ასლი ან დედანი არის ჩვენთან აბჭალის ეკლესიაში, ქეთევან წარმოებული სახელობის ეკლესიაში. გიორგი სააკაძეს ვაჟი ავთანდილი დანიშნულია იმერეთის მეფის გიორგი მესამის ქალზე. უბრალოდ ქორწილი ვერ მოესწრო, თორე ნიშნობა დადებულია. და გიორგი სააკაძის და გათხოვილია მარიამი იმაზე, რა ქვია, ლუასაბ მეორეზე. იგი სადღაც 11 თვის განმავლობაში ოფიციალურ დედოფალი იყო საქართველოსი. აი ეს კავშირები აქვს, რომელიც ვერ აიტანა იმ დროინდელმა ფეოდალურმა საქართველომ და ამას ხელს უწყობს კიდე მის დაგსაქსვას ირანის შაჰის ეს აგენტურული ქსელი, რომელსაც ერთი სული აქვს მოაშტოს საქართველოს, რათა თავისი სამხედრო პოლიტიკური მიზნები ადვილად შეასრულოს. და აი ამ ბრძოლაშია ეს ჩვენი საქართველო, როგორც დასავლეთ საქართველო, ისე აღმოსავლეთ საქართველო და ორივემ ძალიან კარგად იცის, როგორც ირანმა, ისე ოსმალეთმა, რომ ამიერკავკასიაში გაბატონებისათვის და შემდგომ ევროპაში გაჭრისათვის საქართველო არის გადამწყვეტი სახელმწიფო, რომელიც დაიპყრობს საქართველოს, ის იქნება გაბატონებული ევროპის მიმართულებაზეც და ამიერკავკასიაში რუსეთის მიმართულებაზეც. აი ეს ორ ზღვაშუა მოქცეული საომარი იყო მარადიული ლელო საქართველოსთან. ხოლო ქართველი ერის თავდადებით და ესეთი დიდი ვაჟკაცების გმირობით, როგორიც იყო გიორგი სააკაძე, წარმოუდგენელი გმირობით, იმიტომ რომ მის გმირობას აღწერენ თვით ირანელი მეისტორიანიც. ისქანდერ მუში წერს, რომ ნეტა რა უჭირდაო, ესე იგი, სულ იხსენებს ბეტკრული მოურავი, ბეტუკუღმათი მოურავი, შაჰის მოღალატე მოურავი, საზიზღარი და ესეთი ეპითეტებით ამკობს. საკვირველი ის არის, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში შენ მოღალატეს რატო ეძახი, როცა ირანის ამხელა იმპერია დაამხო. ირანის იმპერიას იმ დროს ყავდა საუკეთესოდ შეარაღებული 120,000-იანი არმია და 120,000-იანი არმიიდან 70,000 გიორგი სააკაძის ბრძოლებმა გაუნადგურა. იმიტომ რომ ჩვენ თქვათ მარტყოფის ომში
35000-იანი არმიიდან 3000 გადარჩა, მარაბდის ომში 15000 ირანელი დაიღუპა, ქსანი ქარჩოხის ბრძოლაში 12000 და თუ პატარ-პატარა ბრძოლებს იქ საგურამოსთან, ლისთან და იმას მიუმატებთ, აი 70000-მდე ხიზილბაში გაწყვიტა სწორედ გიორგი სააკაძის ვაჟკაცულმა ქმედება. აი ახლა სრულდება 400 წელი მარტყოფის ველზე ქართველთა გამარჯვებისა, სადაც სრულიად საქართველო იყო შეკრული ერთ მუშტად და იმიტომ ქვია იქ სხვათა შორის ულეველას ველიც, იმიტომ ქვია მარტყოფის ამ ველს, რომ ტერი იყო ულეველი იქ და სწორედ ქართველებმა ამიტომ უწოდეს მარტყოფის ამ ველს ულეველი და ხოლო აპარანის წმინდა გიორგი იმიტომ ქვია, რომ როდესაც ალყა შემოარტყა სააკაძის ჯარმა, სადღაც 9000 კაცია და მეტი არ ყოფნის, რომ ალყა დაასრულოს, ამ დროს შემოდის დასავლეთ საქართველოს ლაშქარი, იმერლები, გურულები, მეგრელები, სვანები, აჭარლები და ესენი აჭველები და ლეჩხუმელები ნაბადი აკრული ცხენებით, ფლოქებზე ნაბად აკრული ცხენებით და აპარანი ვართ ძამა ჩვენ, აპარანი ვართო. და აი იქიდან ეწოდა სწორედ ამ წმინდა გიორგის სახელობის სახლდარს აპარანის წმინდა გიორგის სახლდარი და საოცარი თვითონ მარტყოფის ბრძოლის ეპოპეაც როგორ ალყას არტყავს გიორგი სააკაძე იქ გლისხევიდან და აპარანის საყდრის მხრიდან თუ ალისხევიდან თუ მარტყოფის ხევიდან ამ ირანელთა ჯარს და როგორ უტევენ ყოველი მხრიდან ქართველები და ერთი მომენტი რომ ყველა ქართველი იმ წინა ღამეს არის ნაზიარებელი და ნალოცავი იმ ეკლესიებში ეს დღეს ანტონ მარტყოფელის სახელობის ღვთაების ეკლესია მონასტერი იქნება თუ სხვა ყველა ეკლესიაში ქართული ჯარი ლოცულობს და ლოცვის შემდეგ გადის ბრძოლის ველზე ისე როგორც ტაშისკარის ბრძოლის წინ ბერმუნაზვნებთან ერთად ლოცულობს სრულიად ქართული ლაშქარი. ანუ ღვთის შეწევნა სწორედ ქართველთა მხარეს იყო და იმიტომ იმარჯვებდა ქართველობა ამ ვერაგ და აურაცხელ მტერზე. დიახ, სწორედ აი ღვთის შეწევნით, როდესაც ხდება ქართველთა სულიერი და ფიზიკური ძალების კონსოლიდაცია, მაშინ ხდება სასწაული საქართველოს ისტორიაში. და ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენი კულტურული და გენეტიკური გენი იმედი ვიქონიოთ კი არა, ნამდვილად ცოცხალია, ქართველთა სულიერი თვრი და ცოცხალია და ჩვენ გვეყოფა საკმარისი სიბრძნე, წინდახედულობა, თლიანობითი ხედვა მიმდინარე პროცესების, რათა გეოპოლიტიკური მონსტრების ჯახში, ვთქვათ, არ გავისრისოთ და პირიქით და გადავარჩინოთ ეს თიშოვლის წილხოდი ქორანა. წინდახედულობით ვილით ეს დიდი ჯახი ასე ვთქვათ, შობს შესაძლებლობებს, რათა ჩვენ ვთქვათ, უკეთესი პოზიციონირებით წარსდგეთ მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ანუ მე ვგულისხმობ გეოპოლიტიკური სტატუსის ამაღლებას და ქართული სახელმწიფოს მიერ იმ კუთვნილი ადგილის დაკავებას კავკასიის რეგიონში, რაც მას ისტორიულად ეკუთვნის. უღრმესი მადლობა ბატონო ვაჟო, უღრმესად საინტერესო ის საუბრისთვის იმედია ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს ამ და სხვა თემებზე საუბარი თქვენთან ერთად. დიდი მადლობა.